Ჩინოვნიკების 24 მილიონიანი საჩუქრები, როგორ მალავენ უკანონო ფულს მშობლებისა და ახლო ნათესავების სახელით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაარკვია, რომ საეჭვო ფულის დასამალად და კანონისთვის გვერდის ასავლელად ქართული ოცნების წევრებმა აქამდე ნაცად გზას მიმართეს. საეჭვო გზით ნაშოვნი ფული საჩუქრად გააფორმეს. ორგანიზაციის მტკიცებით სქემა ასე მუშაობს. ჩინოვნიკები საკუთარ კორუფციულ შემოსავლებს ოჯახის წევრებს უფორმებენ, შემდგომ კი დეკლარაციაში მათგან ნაჩუქარ მილიონება დაჩენენ. რეალურად აქვს თუ არა ამ მშობლებს იმის რეალური ფინანსური შესაძლებლობა, რომ შვილებს მილიონები და უძრავი ქონება აჩუქონ. ეს მთავარი კითხვა არაზეც წესით გამოძიება უნდა ინტერესდებოდეს. თამარ დემეტრაშვილი დეტალებით. მშობლებისა და ახლო ნათესავების ქონების წარმომავლობით წესით უნდა ინტერესდებოდეს აუდიტის სამსახურის შესაბამისი განყოფილება, თუმცა ეს როგორც წესი არ ხდება. შესაბამისად, საჩუქრები ახლობლებისგან, როგორც შავი ხვრელი კანონმდებლობაში სავარაუდოდ აქტიურად გამოიყენება ჩინოვნიკების მხრიდან. მონაცემები, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა, სულ 8 თვეს მოიცავს და ამ პერიოდში სხვადასხვა რანგის მოხელეებს 24 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები აქვთ მიღებული, ნაწილი ფულის, ნაწილი კი უძრავი ქონების სახით. საჩუქრებს ასევე ავტომობილები, სამკაულები, იარაღი და ასე შემდეგ. საჩუქრების 60%-ზე მეტი მშობლებისგანაა მიღებული, დეკლარაციებში მჩუქებლებად ასევე მითითებულები არიან და-ძმა, ნათესავები, შვილები, ბებია-ბაბუები და სხვა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ამბობენ, რომ კანონით დასაშვებია ახლო ნათესავისგან საჩუქრის მიღება, თუმცა ამ ხვრელს დიდი ალბათობით ბევრი ჩინოვნიკი იყენებს და უკანონო შემოსავლისთვის ლეგალური სახის მისაღებად უკვე საჩუქრებად აფორმებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის კონტროლი არ ხდება. რეალურად ჩვენ აქ ვხედავთ კონკრეტულ სქემას, სადაც საჯარო მოხელეებს აქვთ საშუალება, რომ ფაქტიურად გაამართლონ და კანონის ჩარჩოში ჩასვან სავარაუდო ქთამიც კი. იმის გამო, რომ არ არის აკრძალული კანონით საჩუქრის მიღება ოჯახის წევრების მხრიდან, როგორც ჩანს, ეს სქემა, როდესაც კონკრეტული შემოსავლის, ასე ვთქვათ, გამართლება ვერ ხდება, ამის გამართლება ხდება ზუსტადაც ოჯახის წევრების გავლით. კონკრეტული უწყებები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმისთვის, რომ შეისწავლონ კორუფციასთან დაკავშირებული ფაქტები, ისინი ამაზე არ რეაგირებენ. არავინ არ სწავლობს იმას, აქ თუ არა კონკრეტული ოჯახის წევრებს იმის საშუალება, რომ მილიონობით ლარი ან უძრავი ქონება გადასცენ კონკრეტულ პირებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მილიონობით ლარის საჩუქრები ახლო ნათესავებისგან კორუფციის რისკებს ზრდის, მათი შეფასებით სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი გადაამოწმოს ამ ქონების რეალური წარმომავლობა. ის გამოც მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზე შესაძლოა უკანონო შემოსავლების დასაფარად გამოიყენებოდეს. ოპოზიცია აუდიტის სამსახურის მხრიდან უფრო მკაცრ მონიტორინგს და კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. ძალიან საგანგაშო ციფრები იმ ქვეყანაში, სადაც ათასობით ოჯახი სიღარიბეს ებრძვის, მაგალითად 400,000 ბავშვი იღებს სახელმწიფო შემწეობას და მხოლოდ 23,000 ბავშვი მხოლოდ 25 წელს დაემატა ამ სიას. ეს არის ტრაგიკული, საკმაოდ მძიმე ციფრები, თუმცა ქართველი ხალხის მთავარ პრობლემებზე კი არ ზრუნავს ქართული ოცნება, არამედ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე, რომელსაც ქართველი ხალხის ხარჯზე იწყობს, ბიუჯეტის ხარჯზე იწყობს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, რომელმაც საქართველოს ქართველებისგან დაცალა. ჩვენ საქართველოს პარლამენტში გამოვდიოდით წინადადებით შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო საგამოძიებო ფუნქციით, რაც რა თქმა უნდა ქართული ოცნების მხრიდან არ დაკმაყოფილდა და მივიღეთ ის უწყება, რაც გახდათ რაჟდენ კუპრაშვილის კანტორა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოიცავდეს ასევე მაღალჩინოსნების ოჯახების შემოწმებას, იმ გადამალულ ქონებას, რაც რეალურად არის გადასახადების გადამხდელების, ანუ ხალხის ფული უახლოეს ნათესავებზე და იმ თანხებს, რომელიც გატანილი არის ჩვენი ქვეყნიდან და მთლიანობაში გაძარცულია სახელმწიფო. საინტერესო ისაა, რომ სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მეტი საჩუქარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ მიღებული. 46-მა თანამშრომელმა ჯამში 2 მილიონზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო. მეორე ადგილზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.